წმინდა პორფირი კავსოყავილელის შესახებ იხსენებს ერთი ადამიანი, სავარაუდოდ ქალბატონია. უკავშირდებოდა, კავშირზე იყო ტელეფონით და შემდეგ ამას იხსენებს და მის წმინდა პორფირი კავსოყავილელის ცხოვრებაში არის ეს წერილი. სახელწოდება ესეთია, მისი ტელეფონი ღამეს კი დაკავებული იყო წმინდა პორფირის. ეს არის იცით რომ ამხელა უდიდესი წმინდანია, პაისი ათონელის თანამედროვეა ფაქტიურად და ათონზე იყო მონასტერში და ის ერში მსახურობდა. ის ქალი ესე იხსენებს, დრო ძალიან ცოტა იყო, ტელეფონზეც კი რთული იყო დაკავშირება მასთან. მით უმეტეს რომ დღე ყოველთვის ძალიან ბევრი ხალხი იყო, მასთან ძალიან ბევრი ხალხი იყო. ერთხელ მითხრა რომ ღამე დამერეკა, ანუ ვერაფრით ვერ დაუკავშირდა და ღამე დამერეკა. 2 საათზე ან 5 საათზე. პორფირი მუთხრა ამ ქალს. დავიწყე რეკვა. მაგრამ ვერაფრით დაუკავშირდი, სულ დაკავებული იყო, იმიტომ რომ სულ ვიღაცები ღამეც არ აძინებდნენ რა წმინდა პორფირის. უამრავი ადამიანი ურეკავდა, ძალიან ბევრი საზღვარგარეთიდანაც ურეკავდა. ასეთი ამაო მცდელობები ჩემ გაღიზიანებას იწვევდა. ნახეთ რა საინტერესოა. წმინდა პორფირი, აი წმინდა პორფირი რო ყავს მოძღვრად. მის ცხოვრება ვისაც წაკითხული გაქვს და მისი, რა ვიცი, დარიგებები, ეს არის განსაცვიფრებელი წმინდანი მე-20 საუკუნის. ის რო ყავს შენ მოძღვრად, ის ყავს შენ მოძღვრად. და მასთან ურთიერთობაში, არ ხარ განკურნებული, გაღიზიანებული ხარ. ჩემს გაღიზიანებებს იწვევდა. მადლობა ღმერთს, რომ გულწრფელად წერს, კარგია ეს. ბოლოს როგორც იქნა მოვახერხე გასაუბრება, რომლის დროსაც მან როგორც მადლმოსილმა მოძღვარმა მითხრა, ანუ ძალიან ეგრევე ხვდებოდა ადამიანს და ძალიან ჭრეტელობის საოცარი ნიჭი ქონა, სულ მალავდა ამ ნიჭს, მაგრამ ცოტას იყენებდა ისევ ადამიანთა საჭიროებისათვის. მან როგორც მადლმოსილმა მოძღვარმა მითხრა, ნუ ვღიზიანდებოდი და ყოფილიყავი ყოველთვის მშვიდად. ეხლა ამას რო გეტყვის და თან რომ მიხვდი, რომ შენი მოძღვარი რომ მიხვდა და წმინდანი როა და რომ მიხვდა, რომ შენ ეს გჭირს, ხო უნდა სინანული დაგწყებოდა. ნახეთ რა ხდება? ამის პასუხად შევჩივლე, რომ ამ ბოლო დროს განზეთ აღმოვჩდი. ანუ ვეღარ უკავშირდები. ჩემი ჩივილი მასთან კამათში გადაიზარდა. მოძღვარი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. მაგრამ მისი ასაკის, გადაღლილობის, ბოლოს იცით რომ დაბრმავდა, ბოლოს ვეღარ ხედავდა. მისი ასაკის, გადაღლილობის, ავადმყოფობების გამო იძულებულია რაღაცას შეცვალოს, რათა ცოტა კიდევ იცოცხლოს, რომ ჩვენივე სარგებლობისათვის კიდევ ცოტა ხანი იყოს ჩვენთან. და ეხლა ეუნება პორფირი ქალს ამ ადამიანს, რა მოვიმოქმედო, ძალები აღარა მაქვს, ყველას ვჭირდები, მაგრამ უკვე ვეღარ აუდივარ. განაწყენებული არიან ჩემზე. წმინდა პორფირის იყვნენ განაწყენებულები. აი შენს კი განაწყენებული ხარ, ეთყობა ეს ახლობელია, თანაც ტელეფონის საშუალებით რო აქვს ურთიერთობა, ეთყობა ახლობელი ადამიანია. აი შენს კი განაწყენებული ხარ. თუმცა თავისებურად მართალი ხარ. იმას იხსენებ, რა კარგი დრო იყო ადრე. და დღეს კი რა მდგომარეობაო? ეთყობა ადრე ცოტა ხალხი იყო. იქნებ გგონია რომ ძალით გიშორებ. მაგრამ თუ აღარ შემილია, რა მოვიმოქმედო? მიპასუხე, რა, გინდა რომ მოვკვდე პორფირი ამ ქალს. ეხლა ეს აპროტესტებს, არიღებს. არა მამაო, არა, ასეთი რამ როგორ შეიძლება ვიფიქრო? და თითქოს მიხვდა, ხო, რომ მოვკვდე ოკაცო, მოძღვარი გეუნება, ანუ აღარ შემილიაო და თითქოს უნდა გამოფხიზლდეს, ხო? გასაგებია რომ სიკვდილი არ უფიქრია, მაგრამ ვერ თავისუფლდება ეგოიზმისგან. აი ეს კიდევ ერთ იმის მინიშნად, რომ ეს მოდის ადამიანი ეკლესიაში და ამას სოფლის სული შემოაგდა, არაფრით არ ტოვებს, ამას სოფლის სულს ებღაუჭება. ხო თითქოს სინანულში რომ ჩავარდნილიყო და აგზელებს. უბრალოდ დაბეჯითებით მოვითხოვ თქვენგან, ესეთი წერილია. დაბეჯითებით მოვითხოვ თქვენგან, რომ დამეხმაროთ, რათა ჩემი სირთულეები გადავწყვიტო. რომლებიც რაც დრო გადის, უფრო და უფრო მწვავდება. ეთყობა ამ სირთულეების შესახებ იცოდა წმინდა პორფირიმ და ეუბნება პასუხად ეხლა რომ და მე ვლოცულობ შენთვის, წმინდა პორფირი ეუბნება. ამან მაინც ხო უნდა გამოგაფხეზოს წმინდა მოძღვარი ლოცულობ შენს. არა. ლოცულობთ, მაგრამ მამაო, შედეგი არ აჩანს.
ხო და ნუ მე ეუბნება რომ ღმერთის იმედი გქონდეს ჩემო შვილო და ამით თავდება წერილი იმედი ეს ქალი ასე მოვიდოდა გესმით როგორ შეიძლება ამა სოფლის სული ანჯავდეს აქ ყოფ ადამიანს გესმით ეს არის ერთ-ერთი კლასიკური მაგალითად თან ვისთან წმინდა პორფირი კავსოკავილებით აი გვაქვს ხა мотиваცია რომ ვის ცხოვრება წაიკითხოთ უამრავი წიგნებია მის შესახებ გამოსული ნახეთ